მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიწყვილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია და საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საბრძოლი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს. ივანიშვილი და ივანიშვილის ანტიქართული ოცნება კლავს ანაკლიის ეროვნულ პროექტს. ანაკლია არის საფრთხეში ივანიშვილის პირობებში. ივანიშვილი დაინტერესებულია ანაკლიის პროექტის ჩაგდებით. ახალი კონტრაქტი მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ საერთოდ ეჭუქვეშ აყენებენ ანაკლიის პროექტის და პორტის ეკონომიკურ შესაძლებლობას, მისი სტრატეგიულ ღირებულებას და ეროვნულ მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის. ამის შესახებ ლელო ძლიერის საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის მასტერპლანის ალტერნატივაზე მუშაობს. კუპრაძის თქმით, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს. ის აუცილებლად აშენდება და ლელო იქნება ანაკლიის პორტის მთავარი მხარდამჭერი. მაშინ, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გადაწყდა კონფლიქტი და რეგიონში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა, ამ გზამ გვერდი ვერ უნდა აუაროს საქართველოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს კარიბჭე და გაგრძელება იმ საერთაშორისო სატრანზიტო გზის, რომელიც გაივლის სომხეთსა და აზერბაიჯანზე, განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა ქართული ოცნების სტანდარტითაც კი სამარცხვინო კრახი და ბინძური პროპაგანდისტული წარმოდგენა არითაც საქართველოს მოსახლეობას დასცინეს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და ყოველდღე ლუკმა პურისთვის შრომობს. განაცხადა ლელო ძლიერის საქართველოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა. მისი აზრით, პროდუქტებზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ფასნამატი არ არის. მისი თქმით, გამოსავალია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწება და საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ხოლო ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა საწვავი აქციზის გადასახადის დროებით გაუქმება. ფასების შემსწავლელი კომისია არის სამარცხვინო კლოუნადა, რომლის ავტორიც არის ირაკლი კობახიძე. კობახიძეა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ საცირკო წარმოდგენამ სრული კრახი განიცადა როგორც პროპაგანდისტულად, ასევე რეალურად. კომისიის მუშაობის ბოლოს ამ ადამიანებს ირაკლი კობახიძე ატყუებს, რომ თითქოს ნახევარი კილო ხორცი 10 ლარი ღირს, ხოლო კვერცხი 4 ლარი და 60 თეთრი. ასეთი სამარცხვინო რეზულტატი დადგა კომისიისგან, რაც ისედაც ვიცოდით, რომ არავითარი შედეგი არ ექნებოდა, განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განეხილეს და 84 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მიღებული პროექტის მიხედვით მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციას გაუწევს. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მის საქმიანობას მატერიალურ, ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს, მათ შორის ხაზი გაესვა ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალს, მზისა და ქარის ელექტროსადგურებსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ქვეყნის სტაბილური ბიზნეს გარემო და სტრატეგიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ თამარ მემანიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმავე სირთულის ტესტები იქნება, რაც გასულ წლებში იყო. ამასთან, როგორც მან განაცხადა, ყოველ წელს არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეცვლილა. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიმდინარეობს, საკმაოდ აქტიური პროცესია. რაც შეეხება ტესტებს, იგივე სირთულის ტესტები იქნება, იგივე სირთულის ტესტებია ყოველწლიურად ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მომზადებული და რეფორმას არანაირად არ უკავშირდება ან გართულება, ან გამარტივება. არც მინიმალური კომპეტენციის
მიგრაციის ზღვარი არ შეცვლილა. ეროვნულების ნაწილში იგივეა, რაც ოდითგან იყო და არის დაწესებული საგნების მიხედვით. განაცხადა მემანიშვილმა. ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს 18 საათზე დასრულდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით წინასწარი შეფასებით 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10.7% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ანათქვამი 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. ნათივე ცნობით კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ ბანუ თერზიოღლუს უმასპინძლეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გახმოვებას, ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავო იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის ნორმებით დადგენილი იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესი და პირობები. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, სახალხო დამცველის პოზიციით მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის ამ უკანასკნელისგან განსხვავებით იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან, ნათქვამია ინფორმაციაში. დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა 1 მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა 1 მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლამდე ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს. ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს, აღნიშნა კალაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჩვენს წარმომადგენლებს დავავალე, რომ დაუკავშირდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუნდს და მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადების დეტალები დააზუსტონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინა მშვიდობის მიღწევისკენ ისწრაფვის და ამ ომის რეალურად დასრულებისთვის საჭირო დიპლომატიურ სამუშაოებს ასრულებს. ჩვენ დავაზუსტებთ კონკრეტულად რაზეა საუბარი. მოსკოვში აღლუმისთვის რამდენიმე საათიანი უსაფრთხოების თუ სხვა რაიმე უფრო მეტის შესახებ, წერს ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, უკრაინის წინადადება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა და ხანგრძლივი მშვიდობაა. უკრაინა მზად არის ამისთვის ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში იმუშაოს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ევროკავშირი დაჩქარებული წესით გაწევრიანების ნაცვლად უკრაინისთვის მოკლევადიანი შეღავათების პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, უკრაინისთვის გარკვეული შეთავაზებების პაკეტს ამზადებენ მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დაჩქარებული წესით სრულუფლებიან წევრობაზე უარი თქვეს, ხოლო ახალი შეთავაზება უკრაინისთვის საერთო ბაზარზე უფრო ფართო წვდომას, ასევე ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებში უფრო აქტიურ მონაწილეობას მოიცავს.
ისრაელმა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს გადმოტვირთვის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობითაც მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსულ გემთან დაკავშირებით ზომების მიღებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართა ისრაელმა გემიდან მარცვლეულის გადმოტვირთვაზე უარი თქვა. გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც გამოიხმაურა და გადაწყვეტილებას მიესალმა. მისასალმებელია, რომ გემიდან, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეული უკანონოდ გადააქვს, ისრაელში გადმოტვირთვა არ მოხდება. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტური იყო. ასევე ეს მკაფიო სიგნალია ყველა სხვა გემის კაპიტნის, ოპერატორის, სადაზღვევო ორგანოსა და მთავრობისთვის. არ შეიძინოთ მოპარული უკრაინული მარცვლეული ამ დანაშაულის ნაწილი არ გახდეთ. წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე. სოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა $125 გადააჭარბა. ინფორმაციას გამოცემა გარდიანი ავრცელებს. გამოცემის ცნობით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $126 მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მოგვარებას სურთ. არ უნდათ, რომ ბლოკადა გაგრძელდეს, ხოლო მე მისი მოხსნა არ მინდა, რადგან არ მინდა, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.